ვამჯობინებთ საუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფითს საჯარო. მივესალმები რადიო ძველი ქალაქის მსმენელს, შეგახსენებთ, რომ ეს გადაცემა გრიფითს საჯაროა, ამ გადაცემის დღევანდელი წამყვანი კოჭო ჩხეტია გახლავართ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემას წარმოადგენს მერის ქუთაისის მერის არჩევნების საკითხი, კონკურსი, რომელიც გამოცხადდა რაღაც გარკვეული დროის წინ და კონკურსი, რომელმაც უკვე გამოიწვია საზოგადოებაში მითქმა გარკვეული ინსინუაციები და გარკვეული უკმაყოფილებები ამ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მხრიდან და არა მარტო კანდიდატების მხრიდან, ასევე სავარაუდოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება დაუკავშირდეს გარკვეულ სერიოზულ სკანდალს, რომელშიც ჩართული შეიძლება აღმოჩნდეს ქუთაისის საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ამ გადაცემაში მოვიწვიეთ ამ თემაზე სასაუბროთ ბატონი ზურაბ ხურციძე, ის წარმოადგენს მერის შესარჩევი კონკურსის კომისიის წევრს, ჟიურის წევრს და ორი კანდიდატი, მერობის ორი კანდიდატი, ქალბატონი ლიანა გვენეტაძე და ბატონი ბესო მიკელთაძე. ბატონ ზურაბ, მოდით ძალიან მოკლედ შევეხოთ იმ კონკურსს, რომელიც გამოცხადდა, რომელიც მიმდინარეობს და რომლის ვადა კანდიდატების მიღების ვადა დღეს მთავრდება, როგორ დაიწყო, როდის გამოცხადდა, რამდენი კანდიდატი არის თუ არა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე პროცესი, როგორია თქვენი თანამონაწილეობა ამ კონკურსში, როგორ მოხვდით თქვენ ამ კონკურსის საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში, თქვენი ფუნქციები როგორ განისაზღვრება ამ ასე ვთქვათ ჟიურიში. მივესალმები ბატონო თქვენს მსმენელებს, მივესალმები მერის მომავალ კანდიდატებს, უკვე კანდიდატებს, მომავალ მერებს, ორივე არ შეიძლება შარში გავავით. მოგახსენებთ, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისია შეიქმნა დაახლოებით 20 წლის უკან. პირველ მაისს გამოცხადდა კონკურსი მერის ვაკანტური ადგილის დასაკერებლად, რომელსაც მისცა 15 დღის ვადა და 15 დღეში პირველ მაისს 15 დღიანი ვადა იქნა განსაზღვრული, სადაც
მიეცა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მერის ვაკანტური ადგილის დასაკმაყოფილებლად ამ პროცედურის გამართვას უზრუნველყოფს კანონმდებლობა, ხო? რა თქმა უნდა, კანონმდებლობა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით როცა მერის ვაკანტური ადგილი გაჩნდება საკრებულო ქმნის საკონკურსო საატესტაციო კომისიას და ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს. ეს არის დადგენილების სახით ან განკარგულების სახით, რომელსაც საკრებულო აკეთებს. შემდეგ თავის მხრივ კომისიის წევრებს აკომპლექტებს თვითონ კომისიის თავმჯდომარე. თუ როგორ მოხდით ამ მე მოხდი ამ შემთხვევაში, როგორც ბოლოს მითხრენ, რომ მე უნდა დამეწერა განცხადება ორგანიზაციის სახელით, ასე გქონდა თურმე შეტანილი სხვა ორგანიზაციებს და მეც დავწერე განცხადება. თქვენი სურვილი იყო თუ თქვენ მიწვეული მე მქონდა სურვილი, რადგან მე პროცესის თავიდან მონაწილე ვიყავი, რაც იზრდებოდა თვეების განმავლობაში და ფაქტობრივად მეც სურვილი მქონდა, რომ ბოლომდე მივყოლიყავი ამ პროცესს და ის მოთხოვნები, რაც მქონდა კომისიის შემადგენლობიდანაც მე ხელმძღვანელობა და ფაქტობრივად აღმოჩნდი ჩემი განცხადების საფუძველზე, თუმცა ძალიან ბევრი განცხადება იქნა შესული და არ იქნა ბევრის გათვალისწინებული და ვფიქრობ, ბევრისთვის სამართლიანი პრეტენზია იმისა, რომ მოხდნენ კომისიაში. ტრანსპორტაციანი კომისია არის 7 კაციანი, აქედან მოხდა 3 არის საკრებულო წევრი, თავის თავმჯდომარე და ერთი ფრაქცია ქართული ოცნება ამ გამოცდილებაზე, ერთი კახან ნემსიწვერიზე. კახან ნემსიწვერიზე წარმოადგენს პატრიოტთა ალიანსს. არის ნესტან ბულიშვილი ერთი, არის ნინო დოვალი, ჯერჯერობით მე არ ვიცნობ კომისია შეკრებილა. არის გელა მშვენიერეძე, ყოფილი არქიტექტორი. თუმცა ჩემი ხედვა კომისიის შემადგენლობისა თავდაპირველად სხვა იყო და მე თვითონ შევთავაზე კომისიის თავმჯდომარეს ის სავარაუდო სია, რომელიც ფაქტურად შეიძლება მეგონა რომ მისაღები აღმოჩნდებოდა კომისიის თავმჯდომარისათვის. ეს იყო არასამთავრობო სექტორიდან დაკომპლექტებული ძირითადად, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ
კანონში წერია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობენ საჯარო სამსახურის პროფესიული კავშირების წევრები, ანუ პროფკავშირები და დამოუკიდებელი სპეციალისტები. ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი სპეციალისტები შეიძლება ვიგულისხმოთ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტული კუთხით მუშაობენ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კანონი არ გზავნავს კონკრეტულად საგრებულო წევრის კომისიაში ყოფნას და არც აღიარებს. ნუ გაითვალისწინეს ეს და ჩასვეს კომისიის შემადგენლობაში საგრებულო წევრები. ნუ ახლა მე მესმის ის პრეტენზია რაც აქვს საზოგადოების ნაწილს, რომელიც დღეს იყო შეგრებული. კონფლიქტზე, რომელიც გამოიწვია ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის გუშინწინდელმა განცხადებამ პრემიერ-მინისტრის მხრიდან კანდიდატის შერჩევაზე და მის უაპელაციო დამტკიცებაზე საგრებულო ზევრების მხრიდან ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. უფრო შევეხოთ ახლა ჩვენ თვითონ ამ კომისიის მუშაობის გამჭვირვალობას, რამდენი კანდიდატი არის დარეგისტრირებული დღესდღეობით კანდიდატურად. დღესდღეობით შემოსული არის ახლა ნახევარი საათის უკან შემოსული იყო 67 განაცხადი. ნაწილი მექანიკური ვერსიით ადგილზე შემოტანილი და უმრავლესობა არის ელექტრონული ვერსია. თუმცა დღის ბოლომდე ვფიქრობთ, სადღაც დღეს მთავრდება განცხადების შეტანა 12 საათი და როგორც თქვენ შემსაველი გამოსtildeე ხართ, მაგაში სულ ბოლო დღეს პროაქტიულობენ და დღეს ადგილს ვფიქრობთ, რომ 70 გადაცილდება მერობის კანდიდატები. ბატონო ზურაბ, თქვენ წინა კომისიაში ხომ არ მონაწილეობდით? წინა წლების კომისიაში, ანალოგიურ კომისიებში? წინა წლების კომისიაში მე არ მონაწილეობდით, თუმცა ამ წუთში მონაწილეობდი. მე მიწვეული ვიყავი წალენჯი ხაში, როგორც გამგებლის არჩევაში, ასევე შემდეგ ორგანიზაცია მოხდა და ატესტაციის პროცესში ბოლო გასაუბრება შაბათს იყო და იქ ვიყავი და ამ კუთხით ცოტა გამოსtildeება მაქვს კონდა, მაგრამ უფრო მეტი გამოსtildeება. ბატონო ზურაბ, მიესალმებით თუ არა იმას, რომ თქვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, როგორც დამოუკიდებელი არბიტრი, საზოგადოებრივი მონიტორი, საზოგადოების
კომისიაში და რამდენად უზრუნველყოფილი იქნება კომისიის სამართლიანი და გამჭვირვალე მუშაობა. ამის შესახებ დებთ პირობას კი ბატონო მაგის მაქვს სიტუაციის და გათვალისწინებით გარდა იმისა, თქვენ ხართ მიუკერძოებელი ადამიანი იმის სიტუაციის, რომ რა სულის უფებს რა სიტუაცია კომისიაში არის მზაობა და განწყობა, რომ სამართლიანად ობიექტურად გამჭვირვალე ჩატარდეს კონკურსი. ყოველ შემთხვევაში ბატონო გოჩა ძალიან კარგად მიცნობ და არავინ არ მოვა ჩემთან და არ მეწყვის რომ ეს გვინდა თუმცა მე იმას ვადებ თვალყურს სხვასთან ხომ არ მივლენ ერთი კაცი ამის კაცი ამის თუმცა ამისი გამოსავალი მე ნახული მაქვს პრაქტიკულად და შევთავაზე კომისიაზე როცა შეიკრიბება პირველ სტომაზე რომ შეიძლება სხვა კომისიის წევრები არების გამო რაღაც ამის გამო ზუსტად გამოსავალი გამოხრები გასაგებია გამოსავალს გეუბნები და ყველა კანდიდატისთვის ეს უნდა იყოს მისაღები არსებობს ეს ჭვი რომ ვიღაცას დაუწერენ დაბალი ქულა ამ კარგი კანდიდატი იყო და ვიღაცას დაუწერენ სული საათიანი დაბალიანი სისტემით იქნება შეფასება ამისათვის მე ვთხოვულობ ყველა კანდიდატის გამოსვლა პროგრამიდან დაწყებული კითხვა პასუხის დამთავრებული მოხდეს მისი მთელი პროცესი დღის განმავლობაში თუ მეორე დაჭირდება მისი გადაღება რადგან ნებისმიერ კანდიდატს კონდეს იმის საშუალება ამოიღოს ეჭვს საფუძველზე მისი პროგრამა და მოისურვოს თქვას რომ მოდი შევადაროთ ახლა თქვენს მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული პროგრამას შეიძლება გახდეს ფართობჭირობის საგანი ერთი შეკითხვა მექნება ხომარ დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები თვითონ ამ გასაუბრებაზე რამდენად გამჭვირვალეა ახლა მაგას ზუსტად ეს იქნება რასაც ეს ვიდეო გადაღება ერთ-ერთი საშუალება რომ ნებისმიერ შეიძლება სასამართლოში გასაჩივროს ამოიღოს ეს ვიდეო და ფაქტურად ამ შემთხვევაში სასამართლო შეიძლება დასრული უფლებას ეკნება თუ მიკერძოებას ეკნება ადგილი ეს საჯაროდ ფაქტურად განაცხადოს თქვენ მე ახლა გამიჩნდა იდეა და თქვენ ხომ არ დაუჭერთ ამ ჩემს იდეას მხარს რომ მიაწოდოთ გარკვეული რეკომენდაცია ადგილობრივ თვითმმართველობას არა მარტო ვიდეო ჩანაწერის გაკეთება მოხდეს არამედ პირდაპირ ეთერით ადგილობრივ ტელევიზიით მოხდეს მთელი კონკურსის გაშუქება და საზოგადოებას კონდეს ასე ვთქვათ ონლაინ რეჟიმში
სისტემში ამ კონკურსის მსვლელობის შესახებ და კანდიდატების პროგრამების წარმოდგენის შესახებ საკუთარი თვალი და ყურებით მოსმენის და თანახმის ბატონო ჩემ ზუსტად მაგას გულისხმობ თუ ტელეკომპანია რიონთან თვითონ აწარმოებს მოლაპარაკებას რა თქმა უნდა საგრებულ ამისთვის თანხას იხდის დამატებით თანხას გამოყოს უკვე კომისია ფაქტობრივად მე შეთავაზებული მოვსა თვითონ უნდა უზრუნველყოს კომისიის თავმჯდომარე თუ ტელევიზია იყოს რომ მე მთელ დღეს ვერ დავუწყობ ამ შემთხვევაში სხვა ოპერატორი რომელიც იქნება ოფიციალურად კომისიის დაქვემდებარებაში ეს იქნება დაფიქსირებული ოქნით რომ ახლა ვიღაცა შემთხვევით ვერ შემოვა და ვერ გადაიღებს სადღაც ის დოკუმენტი იქნება იმ კომისიის მუშაობის მაინც მოხდება გადაღება თუ ეს პირდაპირ ეთერი იქნება უკეთესი ვარიანტი არის თუმცა გადაღება არის ყველა ვარიანტი უნდა მოხდეს გადაღება გარდა ამისა თავაზობ კომისიას მაქსიმუმ 4-5 კაცის შემადგენლობით არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ვისაც ექნება სურვილი მეთვალყურის დამკვირვებლის სტატუსით დაჯდეს კომისიის მუშაობას ხელს არ შესაძლებელი არის კომისიის მანდატი უშუალოდ ბატონო სავსე დამჭირვალობის თვალსაზრისით კომისია ღებულობს ყველა გადაწყვეტილებას ეს დამჭირვალობა ჩემთვის არის თავი ამ შემთხვევაში და ასეთი ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე თუმეტეს ჩემი ზიანდება მიგონი მისაღები უნდა იყოს და პოლიტიკოსი ჩემთვის მისაღები და თუ სხვა ექნება წინააღმდეგობა ამ გადაწყვეტილებაზე მაშინ დამისაბუთოს ის რომ რატომ არ არის და თუ არ გაითვალისწინებენ ფაქტურად მე ჩავთვლი რომ აქ რაღაც ხლათები არის და დავტოვებ კომისიის გამო. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ ლიასთან ნეგატივი შეგითხვით კაბატონ ლია მოდით გითხარით ის სტიმული ის ფაქტორები რომელმაც ჩვენ გადაგაწყვეტიათ რომ მერის ასე ვთქვათ საკმაოდ მრავალრიცხოვან კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა ანუ მე მაინტერესებს რატომ ადრე თქვენ აყენებდით კანდიდატურას არ გქონდათ ამის ამბიცია თუ გარემო ფაქტორები უშლიდა ამას ხეს და რამ გაიძულათ რამ აგახალისად რამ გიბიძგათ ის რომ თქვენ დაიყენებიათ კანდიდატურა ამ რთულ კონკურსში საკმაოდ მრავალრიცხოვანი კანდიდატები კონკურსში მინდა გითხრათ ეს
გითხრა პირველად რომ ხარ მინდა ვინმე მისცე გაიგოს ძალიან გულუბრყვილო ვარ და არ ვიცი რა ხდება ზოგადად პოლიტიკურ კულუარებში მაგრამ მიუხედავად ამისა გადავწყვიტე იმიტომ რომ ფიქრობ ამის საშუალებას მაძლევს არ კონდათ იმედი მაგრამ მაინც ხო ახლა მაინც ვთქვათ ძალიან დარწმუნებული ვიყავი შანსი ყველას აქვს და ერთი მწარე გამოსვლება მაქვს ადრეს ვხებულობდი კონკურსში ვთქვათ მე ის კონკურსი ერთ-ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე შევიტანე განცხადება და იქაც ხედავთ იმ ძალიან წარმატებლად გავიარეს საკონკურსო პირობები ისეთი ადამიანი წავიდა შემდეგ იმ თანამდებობაზე რომელიც საერთოდ კონკურსში არ ცხებულებდა მონაწილეობას ძალიან ცნობილი ამბავი მაშინ მასაკარკვეული რეზოლუციის მოყვაკავში და ასე რომ ძალიან დარწმუნებული არ ვიყავი ახლა შეხება თქვენ კითხვას მომცა ეს სტიმული ფიქრობ მაინც შემა გამოცდილება არის სამთავრობო სექტორში მუშაობა მე ბევრმა ისეთმა გამოცდილება რომელიც ფიქრობ საშუალებას მომცემს იმისა რომ აი თქვათ რაღაცნაირად აი ქალაქის მუშაობაში აქტიურად ჩავერთო თუ კი თქვათ საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელს პირადად ჩემთვისაც აი ახალმა სიომო და ვერა თუ არა დემოკრატიის თავისუფლების ახალმა სიომო და დარწმუნებული ვარ თქვენ არ გაგიჩნდებოდა და არ გაგჩნდებოდა სურვილი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში და ალბათ არც წინა ხელისუფლების პირობებში შეიცვალა თუ არა თქვენი საზრით დემოკრატიული გარემოა დაბერა თუ არა ახალმა სიომომ თავისუფლების და ეს ხომ არ იყო უფრო ნაბიჯის წარმატებული ახლა თუ ჩვენ დემოკრატიას ფართო ჭრიში განვიხილოთ და გითხრათ რომ საერთოდ ქვეყანაში დამოუკიდებლობის შემდეგ განანაირი დემოკრატიის სიო როგორც ძალიან თარიღზნობა ეს არის დემოკრატია მე უფრო დემოკრატიას დემოკრატიას ადავარდებდი ამას და რატომაც აჟიტირება ხდება რომ რაღაც დემოკრატიის სახელით რაღაცნაირად მე სიმულირებას ვახდენთ რაღაცა ფაქტორების არ არის დემოკრატია ქვეყანაში ჯერჯერობით ამის ნიშანს პალიცას მე მინდა გითხრათ არა და დემოკრატია არის ძირითადი განსაზღვრელი და სწორედ და დემოკრატიის სამი კომიტეტი ჩვენ ადრეს საუბრობთ ეს არის პოლიტიკური ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლება რომელიც ჩვენ არცეთი არ გვაჩნია ქვეყანაში ეს არის სამი ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი დემოკრატიის სამი და ჩვენ უნდა ვისაუბროთ რომ ჩვენ რაღაცა დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ ან ამის საწყისები არ არის ეს დემოკრატია და ამის ნათელი მაგალითი
დღეს კიდევ გაცხადდა, როდესაც არასამთავრობო სექტორმა და საზოგადოება დემოკრატიის იმედი არ აქვს. ასე მყარება თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ აღნიშნულ კონკურსში. ადამიანები რაღაცნაირად მაინც რაღაც გარკვეული იმედები გვაქვს. რაღაც შანსი შეიძლება არსებობდეს, შეიძლება არ გახდები, მაგრამ შეიძლება გახდები, შეიძლება გამჩნიონ და მოითხოვოს ამ ხალხმა ბოლოს და ბოლოს რომ ქალაქს და რაღაცნაირად ჩაუდგენ ადამიანები სათავეში, რომლებიც ამ კონკურსზე გამოიკვეთება და მე იმედი მაქვს, რომ კონკურსანტების უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მართლა ჭირდება ამ ქალაქს და რაღაცა ძირეული ცვლილებები დაიწყო. მე შეგვიძლია თქვა, რომ თუ როდესმე მოვალ რაღაც ხელისუფლებაში სადმე იქნება ძალიან რევოლუციური დემოკრატიის იდეები. ეს იყო მაინც გამოსაზღვრელი და ნახოთ კონკურსი გვაჩვენებს, თუმცა მე დაგიცხადეთ, რომ ახლა თანხა მოუნახების გადაწყვეტილების შემდეგ ცოტა ძალიან ჭკვეში დადგა რაღაც საერთოდ ყველაფერი ის რაც შეიძლება მოხდეს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება გარდა იმისა, რომ დემოკრატიის არანაირი შეწყალი არ იგულისხმება, ეს არის რაღაცა პოლიტიკური გადაცემა თუ შეცდომას უფრო დავარქები. არგით ამ თემას ცოტა მოგენები და უბრალოდ ბატონო ბესო. თქვენ დღეს როგორც ჩანს დღეს დილით ამ შეიძლება გუშინ საღამოსაც მიიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც მე თქვენ დაგირეკეთ გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე. ფიქრობ, მაშინ ეს გადაწყვეტილება მგონი მიღებული არ ქონდა. თქვენ დღეს შეიტანეთ კანდიდატად წარდგეთ, ანუ განცხადება შეიტანეთ მერობაზე, ქუთაისის მერობაზე. რამ გადაგაგქმევიათ ეს ნაბიჯი ძალიან მაინტერესებს მე და ფიქრობ, ალბათ ქუთაისის საზოგადოებასაც უნდა აინტერესებს. Absolutely. თქვენ დამირეკეთ გითხარით კიდეც რომ მე არა ვარ კანდიდატი მეთქი რიგითი კანდიდატად მივიღებთ დღეს მონაწილეობას გადაცემაში. ამ ფორმაციით მოხდეს გადაცემაში. სიმართლეს გეტყვით მთელი განმავლობაში ფიქრობდი მთელი ამ პერიოდში კიდევ ძალიან უამრავი ნაცნობი მეგობარი მოდიოდა, ზოგი პირდაპირ, ზოგი ჩუმად ხოვდა შეხვედრას, ღია ხოვდა ხალხის საზოგადოების დიდი ფენა ნაწილობდა და ფიქსირებია საკუთარი პოზიცია მე ღარა კენჭი ქუთაისის მერის ვაკანტურ კანდიდატურაზე. რომ გითხრათ, რომ ინფორმაციის ნაკლებობას განსხვავებას გეტყვით, შესაბამისად გადაწყვეტილება ზამთრებულობდი, ანუ რაც დადგა ფაქტის საბოლოოდ ნახეთ რა. თუ არა გარკვეული მხარდაჭერების იმედი, ანუ რეალური შანსები. მე მხარდაჭერის იმედი ამ კალაკტის
არც მაინტერესებს. ასე იგი მაგრამ სამწუხაროდ ამ წუთში ქუთაისის მოსახლეობა ნაკლებად ერევა და ასე გავლენას ახდენს. რატომ გონიათ ეგრე? რამდენი ხალხი იყო და სამთავრობო ორგანიზაციაში? ის იყო დღეს მაგრამ ეს პრესკონფერენცია დღეს მოეწყო და რას განცხადებებს საუბრობდნენ იმ თანხმოვანობის განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა რაღაცა ჩემთვის მიუღებელი და რაღაცა შეგიძლიათ მიახლოებით ციტირება გააკეთოთ მისი განცხადებისა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიგოს თუ რაზე საუბარი. განცხადება რაც მე ვნახე ნიუზზე იყო ასეთი, რომ თანხმოვანობა ალიანსის ლიდერმა ჩაადარა ქუთაისში პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ იხილება შეთანხმებული არის პრემიერთან კანდიდატურა, რომელსაც უთანხმდებაო ფაქტურად, რომელიც ხვალ შეიტანს განაცხადოს ვაკანტური ადგილის სასაგებლად და ჩვენი ალიანსი და კომისია ხარს დაუჭერს. ავტომატურად ეს იყო ფაქტურად აბსოლუტური განცხადება და მე ვთვლი ეს იყო პირდაპირ პრემიერის შეურაცხყოფა. მე დარწმუნებული ვიყავი მაშინ და დავაზუსტეთ, რომ პრემიერმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა და მოგვიანებით არ გამოუცხადა დღეს ახვალ თვითონ პრემიერმა გააკეთა განცხადება. პრემიერმა არაფერი იცოდა მერის კანდიდატი შეთანხმება იმ კანდიდატზე, რომელზეც საუბრობდა თანხმოვანი, იმ კანდიდატზე არანაირი შეთანხმება პრემიერთან არ ჰქონდა, თუ იმესთან ჰქონდა და რომ ჰქონოდა შეაფასებდით თანხმოვანი ანტიპის განცხადებას. კიდევაც რომ ჰქონოდა და თქვა ეხლა ის რაც მან აღწერა თავის საჯარო განცხადებაში თუ პრემიერი ამას დასურებს, რომ შეთანხმება მოხდა, ეს არის საჯაროს სამსახურის შესახებ კანონის უხეშად დარღვევა, რადგან კანონი გვეუბნება, რომ უნდა შეირჩეს საკონკურსო საატესტაციო კომისიამ შეარჩიოს ერთი კანდიდატი პროცედურულად. ეს
კანდიდატი გადაუშვა შემდეგ საგრებულოზე და სამტკიცებლად და საგრებულომ დაამტკიცოს. მხოლოდ ერთი კანდიდატი შეირჩევა კომისიის საგრებულო მე ერთ კანდიდატს განიხილავს. თუ საგრებულო არ დაამტკიცებს იმერთ კანდიდატს, მაშინ კომისიის მუშაობა ითვლება ჩაშლილად და ცხადდება ახალი კონკურსი. ახალი კომისია. ნუ კომისია შეიძლება ისიქცეს გამოდმოქმედი კომისია, თუმცა ახალი კონკურსი ცხადდება. როცა ეს კანონი ამას გვეუბნება, ანუ არავის არ ამ შემთხვევაში უფლება რომ ჩაერიოს და რომელიმე კანდიდატს გაუწიოს ბლოკირება. მაშინ კომისია საკეთებს არაფერი შუაში არ კომისია ფუნქციას ამიტომ ეს გადამოწმდა გუშინაც დღესაც კიდე მოწმდება და პრემიერმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა და უბრალოდ ამასთან დაკავშირებით თვითონ მოუწევს სახან მოუდავს განცხადებების გაკეთება თუ საიდან მოიტანეს ინფორმაცია მოუწევს ბოდიშის მოხდა როგორც კომისიის ასევე და ფიქსირდა თქვენ არ ფიქრობთ რომ მან შეურაცხყოფა ქალაქის წინაშეს მოუწევს ბოდიშის მოხდა მე ვთხოვ მე ხან მოვურავ ბოდიში მოუხმოდეს ქუთაის საზოგადოებას ასე ვთხოვ მისი განცხადების სანაცვლოდ საფასურად ერთ თეთრ რომელიც ქალაქ ქუთაისის მერის ბიუჯეტში მის განცხადება მეტი არ ღირდა რაც სასამართლო შეაბირებს ალბათ ლედიტუკვაძის ადვოკატო ბიუროში დაქირავებული ადვოკატები ჩართული არის საჭირო მზადება და მაშინ შესახებ თვითონ ახანმოურავ ამ საქმეს უკვე ხელი მოჰკიდა ადვოკატმა კი ლედიტუკვაძის პერსპექტიულია სასამართლოში როგორ ხედავთ როგორ პერსპექტივა შეურაცხყოფილი არ დარჩით პირადა მე ნამდვილად დარჩი შეურაცხყოფა ერთმა მოქალაქემ ალბათ ისე შეიტანეთ და მორალური კომპენსაციის ანაზღაურებას განცხადების საფასურად რაც მათ გააკეთა კომისია და შეურაცხყოფილი პირველი რიგში მაგაზეს გავაკეთე ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმიტომ რომ ჩვენ და გავიდეთ ახლა სარეკლამო ჭრაზე 2-3 წუთში იგივე თემით იგივე სტუმრებით ჩვენ დავუბრუნდებით რადიო ეთერს. მაისი სპორტის სასახლე კლუბი ტობედოქს წარმოგიდგენ ჯიშიანი ძაღლების დამოუკიდებლობას ქუთაისობა 2013 წინასწარი რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით 598 6 09 6
მივსვიეთ webგვერდს tobedoc.com. პროექტის დამჭერია მერიის ახალგაზრდობის საქმე სამსახური. კომპანია უნიკომი. სამშენებლო კომპანია ტობე. საინფორმაციო მხარდამჭერი რადიო კომპანია ძველი ქალაქი. სიახლე კასტელ ჯორჯიასგან პირველად ქართული ლუდის ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ ერთ არაფერი მოგესმათ. შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში ლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ ერთ ლარად. კასტელ ჯორჯია ძველი ქალაქის ეთერის გენერალური სპონსორი. ფულს რეკლამის გარეშე მხოლოდ ზარაში აკეთებენ. 30.69 ძველი ქალაქის სარეკლამო სამსახური. პირველად ქართული ლუდის ბაზარზე ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ ერთ ლარად. ფერი მოგესმათ. შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული ერთ ლარად. ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. სლოტკაზინო თავაზობთ გრანდიოზულ გათამაშებას, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 ლარს. აქ გეძლევა როგორც Subaru XV ყოველ ხუთშაბათს თამაშდება 2,000 ლარი. ავტომობილის გათამაშებელი 12 ბილეთი. ასევე წარმოგიდგენთ თანამედროვე ტიპის სათამაშო აპარატებს და ყოველდღიურ გარანტირებულ 400 ლარიან და 1000 ლარს. ჩვენთან ფუნქციონირებს ინტერნეტ ტოტალიზატორი კრისტალბეთი. მაქსიმალური კოეფიციენტი კომბინაციების დიდი შევანით. სლოტ კაზინო კრისტალბეთი. ფულის დაზოგვის რეკლამაზე უარი იგივეა, რაც საათის გაჩერება დროის დაზოგვის მიზნით. 24.10.69 ძველი ქალაქის სამსახური. ძველი ქალაქის ეს არის მე მაგზიანებს ჭკვიანი ადამიანები რაღაც შეარია გეხუმრება გაიხუმრება გესრულება გაისრულება და თან გამოცდილებას იზიარებ ქორწინება და ოჯახი ეს არის ყველაზე დიდი გაღებული მსხვერპლი ქალისგან ტიკის ქარცეცხლში 50,000 უწევია ბიუჯეტი შეჟო მიმართე რა
ხიარო კაი შავი და გენაცვალე ჯიგა ამოშაქრე სიმღერა ბაღლამა რო ნაფრინა ყოველ შაბათს საღამოს 8 საათზე რადიო ძველი ქალაქი ეთერში უსმინეთ ჩეჩელაშვილის ავტორო გადაცემას პორტრეტი ჩარჩოს გარეშე გადაცემის მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მერის კულტურის სპორტის გათლების ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საათასა დამასკო ყველაზე ძველი ქალაქი ყველაზე ახალი დედაქალაქი FM 107.9 ყველაზე ძველი ქალაქი რადიო სტაციებს შორის საჯარო არ ვამჯობინებთ თუნუს აუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე თემები გრიფით საჯარო ჩვენ საუბრობთ ყველაფერზე ჩვენ დავუბრუნდით რადიო სტუდიაში მინდა შეგახსენოთ რომ ეს გადაცემა გრიფით საჯარო გადაცემის დღევანდელი სამყარო კოჭა ჩხეთი გახლავთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი გადაცემის თემა წარმოადგენს ქუთაისის მერის არჩევნების საკითხი და ეს კონკურსი საკონკურსო კომისიის მუშაობა რომელიც უკვე დაწყებულია ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები არიან ბატონი ზურაბ ხურციძე არასამთავრობო ორგანიზაცია საჩინო ბატონი ბესო მიკელაძე კანდიდატი ქუთაისის მერობის კანდიდატი ქუთაისის მერობის ბატონი ლიანა გვეტაზე ბატონი ლიანა თქვენთვის რაც განცხადება მოისმინეთ რაც პრესით იქნა გაჟღერებული თან მოურავის განცხადება მასალა რომ პრემიერ-მინისტრთან მიდის კონსულტაციები ერთ კონკრეტულ კანდიდატს რომელსაც მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრი საკრებულო მას უაპელაციო დაერჩევს თქვენზე რაზე გავლენა მოახდინა და კარგით იმედი თქვენი კანდიდატურის გასვლისა თუ უფრო მეტი შემართებით უფრო მეტი აგიათგეცდათ მოტივაცია ამ თანამდებობის რასაკვირველია ძალიან კარგი იქნება თუ გასაჯაროდება რაღაცნაირად ვიდეო საშუალებებით რომელზედაც ეხლა ბრძანებ და ძალიან კარგი იქნება და საზოგადოების შეხედა გადაცემა რომ უზრუნველყოთ რამე ამ კონკურსის და არჩევნების სამწუხაროდ კანონი არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ქალაქის მერი პირდაპირ წესით იქნება არჩეული რაც ფიქრობ მაინც
რაღაცნაირად გამორიცხავს და ინდიკატორი იქნება მაჩვენებელი საზოგადოების მოთხოვნისა ხო რაღაცნაირად და ჩვენ ამაზე მოვითხოვეთ კიდევ ჩემმა ორგანიზაციამ ერთისთვის დავაყენეთ საკითხი რაღაცნაირად სახელმწიფოს ეზრუნა ამაზე რომ კანონი შესულიყო მაგრამ ახლა ასე შემთხვევაში მაინც იდეალური ვარიანტი გახლავთ ეს კონკურსი მაგრამ არა ამ სახით როგორი ფორმაც ახლა მიიღო ამ კონკურსმა საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობას რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს ახლა იმ ადამიანებს ყველაზე ძალიან ახლოს ვისმოდაღმეთ მან უკრას რომ არ მქონდეს მათი ზოგიერთი ყველას ვერ ვიტყვი მაგრამ ბევრი ზნდობა და პატივისცემა გამაჩნია და რასაკვირველია ახლა ისინი ძალიან რატომაც ვენდობი რასაკვირველია და ეს ადამიანები რომელიც იქ ბჭყალებში გაპატრიოტებული ნაციონალების უმრავლესობა არიან კონკურსში რასაკვირველია ახლა ისინი ვეღარ მოახერხებენ იმას რომ თქვა დამოუკიდებელი აზრი გამოთქვა თუმცა ის პარება რომ ამის ძალიან დიდი სრული გაჩნდეთ ამიტომ სასურველი იქნებოდა რომ რაღაცნაირად ადამიანები რომ თავისთავად ყოფილიყვნენ მართლები და რეალურად შეფასებიათ გამოსული კონკურსანტები ეს კენჭის რომ უნდა მოხდეს ფარულად ეს არის კიდევ ერთ-ერთი საშუალება იმისა რომ რაღაცნაირად რეალური და თქვათ აი ფიქრობ რომ ეს უკეთესი იქნებოდა რომ რაღაც ფარული კენჭის ხომ მოხდარიყო იმიტომ რომ მოვლენები ესე განვითარდა და ხა საზოგადოება აღარელი სამძველ სახეებს და ადამიანებს უნდა ახალი სახეები რომ რაღაცნაირად ზირული ცვლილებები მართლა დაიწყოს სამხალხში და თქვა ყველაფერი ისე აღარ გაგრძელდეს იმიტომ რომ ეს ეკონომიკური სტაგნაცია და საერთოდ იდეოლოგიური სტაგნაციაც რომელიც ქალაქი რაღაც არის კანდიდატი რომელიც საუბრობდა ბატონ ხახამურა ხო არ არის ეს გასაიდუმლოებული ინტერნეტში და გავრცელდა სოციალურ ქსელებში ეს გახლავთ დიმიტრი კოპალიანი ძალიან კარგი ოჯახის შვილი მე ვიცნობ რომელიც რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში და მოღვაწეობით დაამთავრა თუ უნივერსიტეტი მოღვაწეობას აგრძელებს მაგრამ მისთვის ახლა ქალაქის პრობლემები ამ ეტაპზე ძალიან უცხოა თუ ვიცი რომ ახლა ოჯახს განვიხილა მაგრამ ამ შემთხვევაში როდესაც ადამიანმა არ იცის ქალაქის პრობლემატიკა და ამდენი წელი მოშორებულია ასე მგონია ქვეყანას და ქალაქსაც ფიქრობ რომ მისთვის ძალიან რთული იქნება მუშაობა ისეთ საკითხებთან რომელიც ახლა ამ ქალაქს რაღაცნაირად აკავშირებს ხოსლებით არის გადაუწყვეტელი პრობლემები
პრობლემები ამ ქალაქში და რაღაც არაფერი არ კეთდება აბსოლუტურად და როდესაც და გაცხადდა ის რომ თითქოს ის არის ერთი ყოფილი პარლამენტარის ლობირების ქვეშ მოიაზრება ეს პარლამენტარი გახოთ რომელიც დღეს თითებს გვიქნეს პარლამენტი და რომელიც თელი ქუთაისი ჯიბეში ჩაისვა მე შემიძლია გითხრათ ვინ არის ეს პარლამენტი? კეთილდღეობაზე დაკავშირებული არის ამ პროცესთან. გავრცელდა მე არ ვიცი ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელდა რომ მას ლობირებს კეთილდღეობაზე. თქვენ შეგიძლიათ ეს მოსაზრება და ადასტუროთ ანუ დუსადმე ნამუსია მე უნდა ლობირებდა ჩემი კომარი იყო განჩენებს რა თქმა უნდა დაურეკი ამას ჩემთვის ვინ არის პირველი ქალბატონ ლიანა საუსკარპროული ეჭვები რომ ეს არის კოპალიანი თქვენის აზრით ვინ არის ეს პიროვნება ვიზედაც გაკეთდა განცხადება თანმოურავის ასე ვთქვათ ძალზე შემაშფოთებელ საჯარო გამოსვლაში ის საზოგადოებამ ბეცის ასეთი ინფორმაცია მოხდეს არის კოპალიანი თუმცა ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს სახელმწიფო თავი არის კომისიის წინაშე როგორც აღება რა პროგრამებით კონკრეტული პროფესიული უნარჩვევები მაინტერესებს რაღაც სოფლიო დონის მეცნიერი იყოს ჩემთვის არის თავი ქალაქის პრობლემებზე ორიენტირებული მეცნიერი იყოს რომელმაც ის კონკრეტული პრობლემა ის მისი გამოუწვევი მიზეზი და ის გადაჭრის კონკრეტული გზები და გლობალური პროექტები მაინტერესებს არამედ ის კონკრეტული პრობლემის გადაჭრა მინდა რომელსაც ქალაქის რომელიც უდგაზა ვინც იქნება ამას ფაქტურად ვინც გააკეთებს უფრო დაასაბუთებს იმას ეწერება და ერთი შესწორება მინდა შევიდა ქალბატონ ლიანას მოსაზრებაში რომ იქ ხელისაწევით არ მოხდება კენჭისყრა ყველა კანდიდატს ექნება სპეციალური კომისიაში ყველა კანდიდატს ექნება სპეციალური ბლანკი კანდიდატი იქნება ჩაწერილი და თვითონ კომისიის ყველა წევრი სათითაოდ შეაფასებს ერთიდან ადბალიანი სისტემით დამოუკიდებლად შემდეგ შეჯამდება 7 კომისიის წევრის მიერ
მშობლები ვინდა ქულას უწევს ფარული პროცესია. პლატფორმა ყველა თავისი ზუდეს ყველა თავისი ეს ფაქტურად ადგება და უშუალოდ მოგდოდა 63 ქულა ხო ჯამში გაიყოფა 7-ზე გამოდის 9 ქულა აი ესეთი საშუალო პედაგოგული გაიყოფა და ვისაც მეტი ქულა დაუგდოდება იმიტომ ხლა არანაირად არ მოხდება ხელის აწევი ვინ დაუჯერებს ხალხს იმიტომ რომ იყოს 2 კანდიდატი ამ შემთხვევაში აწი ხელდა როგორც შეიძლება 20 კანდიდატზე ხელის აწევი დახვის უმრავლესობით იმედ გადაწყვეტ ეს არის შემდეგ ერთი კანდიდატი რომელიც დარჩება დაგებულოთ ამტკიცებს ვის უმრავლესობა ერთი შეკითხვა მოგწევთ კოჩაი რატო არ გაცხადდა ამ კონკურსის კომისიის წევრების თქვათ აფიშირება რატო არ მოხდა და რატო არ ჩაერთვა მაშინ ქალაქის პარტიულ საზოგადოება რომ ეს კონკურსი ფარსი იყო და ადამიანი ხო თქვენი დროინდელი ნაბიჯი სწორედ ამ ფარსის ხელის შეშლისკენ გადადგმული ქმედება თქვენ როგორ აფასებთ თქვენ შანსებს და მეკითხეთ აი რამ გიბიც გადავფიქრობ რომ თქვენი თამოყარეობა შინაგანი პროტესტი აბსოლუტურად შინაგანი პროტესტის გამოხატვა იყო მე ნამდვილად არ ვაპირებდი ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შინას დაგიდასტურე როდესაც დამდეგი არა ვარ კანდიდატი თქვენ დასტურებთ მე მგონია ამას მაგრამ იმდენად შეურაცხყოფილი დავრჩა უბრალოდ თელეგრამი ვფიქრობ თელეგრამის განმავლობაში ამას და იმათაც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი რომელიც თხოვდა მეყარა კენჭი მე ვუნებდი რომ აზრი არა კენჭის ხსნას და მერჩია რომ მათი მხარდაჭერა მათთვის მე თხოვა პირობითად თქვათ მომავალ არჩევნებში სადაც ვარაუდობ რომ პირდაპირ წესით იქნება ქალაქის მერის არჩევნა ანუ რომ ართებული იქნება იმ შემთხვევაში იქნება 4 წლიანი პერსპექტივა იქნება სრული კადრბლაში ქალაქის დალაგების მართვის ვიდრე ამ შემთხვევაში და რატომ ერთწლიანი ვადა მაქსიმუმ ხო პრინციპში თუ თავს გამოიჩინე შეიძლება მომდევნო ამიტომ პრაქტიკულად იქ შესვლა ნიშნავს დღეს თავიდან მომდევნო ჩერტო მოლის პერსპექტივაში სიტუაცია არის ძალიან რთული არ არის მარტივი როგორ ფიქრობთ თქვენ ასე ვთქვათ ამ აქტიურობამ თქვენმა პოლიტიკურმა აქტიურობამ როდესაც გამოიჩინეთ სურვილი რომ მიყაროთ კენჭი მერობაზე შეცვალა თუ არა სიტუაცია მოვლენებზე იქონია თუ არა გავლენა და შეიძლება თუ არა გახადოს უფრო ობიექტური
შეიძლება შემდგომში რაიმე სიმახინჯები, რაიმე კანონდარღვევები კონკურსისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გაასაჭიროთ. უფრო გამჭვირვალეს და უფრო ობიექტურს გახდით თუ არა თქვენი ასეთ საპროტესტო ნაბიჯი ამ ყველაფერ ამ პროცესს. არა, თვითონ საკრებულოს მომავალ ნაბიჯს და მერის მომავალ ნაბიჯებთან საუბარს და მის გასაჯივრებაზე ამისაც არასამთავრობო სექტორი და ბატონი ზურაბი ხვალა ამოღებული ზუსტების და ღვივის და ზარავის მისცემს რამე და არყევს ეს ერთ-ერთი სერიოზული ადამიანი და ალბათ ვიტყოდი ამ კომისიის სახე არის და მე მართლა ბედნიერი ვარ ეს კაცი რომ ამ კომისიაში მიდი მადლობა რა თქვენი გყოლობთ მონაწილეობას რა შეიძლება თვითონ პროტესტს მე განვაცხადე ეს პირადი შეურაცხყოფა მთელი ქალაქის არის მარტო ჩემი შეურაცხყოფა იყო თითოეული თქვენი შეურაცხყოფა ეს იყო შეურაცხყოფა აბსოლუტურად ყველასი და თქვი რომ მოვალე ვალდებულია მოხადოს ქალაქს ბოდიში მისი განცხადების მოთხოვებას გადაიხადოს შეიძლება რა შეიძლება მეორე კითხვას თქვენი კითხვას შეცვალა თუ არა ჩემმა განცხადებებმა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა გამოიღვიძა ყველა აბსოლუტურად ყველა მიმავალული იყო და თვლიდა რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მარხული გასამართებული და გადაწყვეტილი და მიღებული გარეშე უკვე მიღებული ყველაფერი უკვე მიღებული იყო შესაბამისად გააქტიურებას დასაბა გამოჩნდა კიდევ ბევრი მანკიერი რომელსაც ბატონი ზურაბი მეორე საუბრობდა პირადად საუბრობს და იმედი ალბათ თვითონ გასაჯაროებს მე რა მაქვს მისი გასაჯაროების უფლება აქედან გამომდინარე მე თვითონ ჩემი ნაბიჯი აბსოლუტურად სწორი იყო შესაძლოა მაგრამ ამისა მე პირდაპირ შემიძლია თქვა რომ დღეს აბსოლუტურად ყველა მონაცემები იყო ქალაქის მერი აბსოლუტურად მინდა ჩაგიჭიროთ პირდაპირ არჩევაზე როცა მე მაგ ძალიან მწარე გამოსება როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდი სადაც ყველაფერი გადაწყვეტა თანხამ ფულმა მოდი ესე პირდაპირ თქვა ამიტომ როცა პირდაპირ წესით არჩევაზე საუბრობ საზოგადოების მომზადება თუ არ იქნება ანუ პოლიტიკური კულტურის ამაღლება რაზე ჩვენ ამდენი წელია ალბათ საუბრობთ ეს ძალიან მტკივნეული თემატიკა მაინც არ მგონია რომ ის რეალური კანდიდატი გახდეს თქვა თუნდაც ქალაქის მერი და საერთოდ ადამიანები რომლებსაც თანხებთან ძალიან ეხლა მე ქალბატონი ვარ არა მაქვს ჩემი ბიზნესი ამიტომ როდესაც პოლიტიკური პარტიები ხშირად იმიტომ იწვევენ ხოლმე მამაკაცებს მათ ბიზნესი აქვს ბატონი ჩვენსო ან თუნდაც კოპალიანი გარკვეულ თანხას უხდის ვინმეს რომ არა მე
გამსვლელ სიებში ხშირად ადამიანები კაცები მამაკაცები უფრო ხვდებიან ვიდრე ქალბატონები ახლა და ჩემნაირი ქალბატონებსაც არაფერი არ აქვს ხალხასმეტი თუმცა მომავალი არჩევნები არ იქნება პარტიული სიით ყველა იქნება მაჟორიტარი და ყველა იქნება საშუალო ასე არის თუნდა გამოვიდეს ასეთი პროექტი რომელიც არის რომელიც პარლამენტში არის შესული მალე შევა 20-იანი მასკე 20-იანი საგრებულო და 20-იანი ქალაქის თუმცა ვადაზი არის საუბარი თვითმართველ ქალაქებში ყველგან მოხდება მერისპექტაბელის არჩევა მუნიციპალიტეტებში სხვა წყობა მიდის საბჭოების საბჭოები შეიქმნება და რაღაცა ამ დაგვარი ნივილიში აუცილებლად ჩატარდება არჩევნები 2014 წლის ივნისში და ყველაზე იქნება მოქალაქეს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ამდენ იყო მაინც პარტიული სიით და ყოფილი პარტიის მაჟორიტარი და თავისუფლებული იქნება ეს ნებისმიერ ახალების მექანიზმების წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ ნაზორად ყოველთვის მექანიკა ხო მექანიზმი რომელიც ძალიან რეგულარულად მოქმედებს მეცით უფლება ერთი კითხვა დაუსვა ბატონ ზურაბს რამდენად ფიქრობთ რომ მას შემდეგ რაც უკვე ეჭვები გაჟღერდა რომ მაინც საზოგადოებაში უკვე ეს ჭორი დადის რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ხარს უჭერს კოპალიანის გადაწყვეტილებას როგორ ფიქრობთ აი თქვენზე და თქვენი კომისიის წევრებზე ეს გარკვეულ რაღაც წინა შესამზადებელ განწყობას ამ პიროვნების მიმართ ქმნის თუ არა ახდენს თუ არა ეს წასული მოვლენა თქვენზე და თქვენი კომისიის წევრებზე რაიმეზე გავლენას მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ პრემიერთან ასეთი რამ შეთანხმება არ მოხდა ერთი კომისიის წევრი ოცნებიდან ამ კონტროლაზე დავაწყებული რომ ეს იყო ბლეფი და ფარსი და არ მოხდა შეთანხმება და წამოყვა დღეს და თვითონ გააკეთა განაცხადი რომ ეს არ არის ასე კომისიის თავმჯდომარესაც შეხვდა და საუბრობდა დღეს სანამ აქ მოვიდოდო ეს იყო ბლეფი და არ არსებობს არანაირი შეთანხმება და ყველა კომისიის წევრმა უნდა მოიყოს თავისი და რომ პრემიერთან ეს შეთანხმება არ ყოფილა და არ შეიძლებოდა ყოფილიყო თუ ვინმე მოინდომებს ზაუშვათ რაღაც თავისი კანდიდატურის გაყვანაზე მეც ვიტყოდი და აუშვათ რომ ეს ვიცით პრემიერმა ისის ყველა დამას ვიღაცას დავაჯერებდი და დავიყვანდი ასეთი ნაბიჯი იყო გადადგმული ბატონ ზურაბ ჩვენი გადაცემა
უახლოვდება დასასრულს უახლოვდება დასასრულს და ეს ეკითხვა თუ თქვენ შეამჩნევთ რომ საკრებულოს საარჩევნო პროცესი ან კომისიაში მიმდინარე პროცესები გამოვიდა კონტროლიდან თქვენი გადაწყვეტილება ძალიან მოკლედ რას გააკეთებთ ანუ რითი დაემუქრებით ამ პროცესზე რაზე გავლენას მოახდენთ რომ პრევენცია გავაკეთოთ კანონდარღვევების თქვენი კომისიის მუშაობის ასევე საკრებულოს მიერ კომისიაში რაიმე დარღვევა იქნება მე დავაფიქსირებ თუ შეუძლებელი იქნება მისი ადგილზე გადაჭრა დავტოვებ კომისიას გამოვალდა გვერდიდან სხვა გზებით შევეცდები მის გამოსასწორებლად სასამართლო გზით მანამდე არ მაქვს უფლება ჯერჯერობით არ მინახეთ და ვეცდები ყველანაირად ავიყოლებ სხვაებსაც რომ იყოს დემოკრატიული პროცესი და ჩემი პირველი დაინტერესება არ არის ძალიან კარგი კანდიდატებია ჩემი რომ ქუთაისელი იყოს ქუთაისში ქალაქის მერი ვიდრე დაუშვათ ძალიან თბილისელს შემოწმდა თუმცა მან ქუთაისელს ვისურვებდი მე და ყველა საფუფლება დემოკრატია ეს დიდი მადლობა ბატონ ბესო თქვენ როგორ გასვლებდი ჩემს შეკითხვას რას მოიმოქმედებდით რით შეეცდებით რომ შეეწინააღმდეგოთ რაიმე კანონდარღვევის რაიმე სიმახინჯის გამოვლენას ამ პროცესში პირველი რაც მინდა ხაზგასმით აღნიშნო ის არის რომ ბატონი პრემიერი სასახად დადებითი ადამიანია ღირსეული ადამიანია გამორიცხულია რომელსაც რაიმე ტიპის манипуляციაში რაიმე ტიპის გარიგებაში მიიღო მონაწილეობა ეს უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს და ეს არ არსებობს უბრალოდ მის ნატურიდანაც გამომდინარე ეს პირადად ნებისმიერ სისრულეს ნებისმიერ მოროტებას ეს არის ადამიანი რომელსაც უყვარს სამშობლო უყვარს ქვეყანა ადამიანი რომელსაც დიდ სამართლო ბრძოლაში თავის გვერდ დაიღანა თავისი შვილი ასე რომ ეს გამორიცხულია რომ რაიმე ფარში ბატონ ბიზნეს მე პირადად გასაკეთებელი გავაკეთე სიმართლე რო გითხრათ ეხლა და აბსოლუტურად აქტიურად ფეხს დავაყენე ქალაქი და თუ კიდევ გამევარდება უბრალოდ ვიზავ და დაელოდებით სასამართლო პროცესში შედეგს ის სასამართლო პროცესი და ერთ-ერთი ის გადახდა ახლა მოუწევს რომ მოუწევს მაგაში არავის არ შეგებაროთ ძალიან დიდი დავახტევინე მე მას ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ბრძანებისათვის სტუმრობისათვის თქვენი მოსაზრებების გამოსვლისათვის კარგად ბრძანდებოდეთ ჩვენი გადაცემა დასრულდა მომავალ შეხვედრამდე